მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. კვორუმი არის, დღის წესრიგით გათვალისწინებული გვაქვს 4 საკითხი, გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. მადლობთ. დავიწყებთ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებით ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკალონიძე წარმოადგენს საკითხს. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს არის დაფინანსება ბათუმის შემოვლითი გზის შემდგომ, ანუ ბათუმის არფის მონაკვეთის, რომელიც ჯამში არის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, საკმაოდ რთული მონაკვეთია, 7.6 კილომეტრის გვირაბია ასაშენებელი, ასევე დაახლოებით კილომეტრნახევრიანი ხიდია ასაშენებელი, ჯამში კიდევ ერთხელ 11 კილომეტრია. დაფინანსებას რაც შეეხება 306,592,000 ევროა, რომელიც არის 25 წლიანი სესხი, მათ შორის 6 წელი არის შეღავათიანი პერიოდი. საპროცენტო განაკვეთი არის დაფუძნებული 6 თვიან ევრიბორზე და ემატება 0.7% ფიქსირებული მარჟა და პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. პროექტზე უკვე ტენდერი გამოცხადებულია, 2 დღის წინ გამოცხადდა ტენდერი და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლის გაზაფხულიდან უკვე სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი. დიდი მადლობა, თუ კითხვები ამ საკითხად გიპასუხოთ. მადლობა, კითხვები ხომ არ არის? არ არის კითხვები, შესაბამისად კენჭისყრაზე ვაყენებ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე? მადლობთ, საკითხი გადაწყვეტილი. შემდეგი საკითხი ეს არის საქართველოს კანონის პროექტის საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქალბატონი ხათუნა თოთლაძე წარმოადგენს საკითხს. მოგესალმებით. მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს. ბატონიკოვოს თქვენის ნებართვით თუ შეიძლება პატარა შესავალს გავაკეთებ გამომდინარე იქიდან რომ კანონ პროექტის შემუშავების პროცესში, როდესაც ჩვენის პირველი მოსმენით გავიტანეთ პარლამენტში, ამ ყველაფრის მიზეზი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები, რამაც არაერთ საკანონმდებლო აქტში გამოიწვია შესაბამისი ცვლილებების ინიცირების აუცილებლობა, მათ შორის იყო საკონსულო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი. იმ დროისთვის, ეს იყო დაახლოებით ივნისის თვეში, იყო ერთადერთი ტექნიკური ცვლილება, რომელიც ეხებოდა კონკრეტული სიპის ლიკვიდაციას, თუმცა დღეის მდგომარეობით, როგორც კი დასრულდა რეორგანიზაცია, ასევე ძალიან ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე ტექნიკური ცვლილება იგივე მიზნობრიობით აუცილებელია, რომ განხორციელდეს კანონში და თქვენის ნებართვით თუ შეიძლება, რომ გავაერთიანოთ ამ მეორე მოსმენის ფარგლებში და აქვე წარმოგიდგინოთ ცვლილებები, რომელიც უშუალოდ კონკრეტული სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელწოდებებს ეხება. მაგალითისთვის, იცით რომ საკონსულო დეპარტამენტი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრალური რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადად საკონსულო ურთიერთობების წარმართვას და საკონსულო სამსახურების ფუნქციონირებას საზღვარგარეთ, ის გაერთიანდა ერთ დირექტორატში, რომელსაც დღეს ქვია საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი, შესაბამისად ის ფუნქციები, რომელიც კანონის საფუძველზე ჰქონდა საკონსულო დეპარტამენტს, უკვე სახელწოდებიდან გამომდინარე უნდა გადაერქვას და დირექტორატის კომპეტენციაში უნდა შევიდეს. თუ შეიძლება მაშინ მუხლობრივად მოგახსენებთ, მესამე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ტერმინთა განმარტებას, ემატება ექვე პუნქტი, რომელიც ასევე სამინისტროს სტრუქტურის ქვედანაყოფს, როგორც ვახსენე საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის როლს და საქმიანობას განსაზღვრავს, რომელიც ხორციელდება. ცვლილება შედის ამავე მუხლის ვექვე პუნქტში, რომლის თანახმად ახლებურად ყალიბდება სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სახელწოდება და კანონში ნაცვლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლებრივი საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი. ასევე იმ პირთა წრეს, რომელთაც საკონსულო თანამდებობის პირები ექვემდებარებიან საკონსულო ფუნქციების განხორციელებისას და კანონით დადგენილ შემთხვევებში აწვდიან შესაბამის ინფორმაციას, ემატება სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი ზემო აღნიშნული დირექტორატი. ამასთან ის ცვლილება, რომელზეც პირველი მოსმენის ფარგლებში უკვე ვისაუბრეთ, ეს არის კანონის მერვე მუხლი, რომლის შესაბამისადაც ამოღებულ უნდა იქნას კანონი და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი. დიდი მადლობა. მადლობთ. რომ შევაჯამოთ მოკლედ ეს ამ ცვლილებების არსი ეს რეალურად არის ტექნიკური ცვლილებები და არა შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ
მოხდა სამინისტროში რეორგანიზაცია და საკონსულო დეპარტამენტს გადაერქვა სახელი. შესაბამისად, სხვა ყველა პუნქტი, რომელიც ჩვენ პირველი მოსმენით გავიარეთ, ეს პუნქტები რჩება უცვლელი. დიახ. კი ბატონო. კოლეგებს ხომ არ აქვთ კითხვები? კი ბატონო. ამ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ახლა თქვენ იცით ჩვენი პირველი მონაწილეობა არის კომიტეტის მუშაობაში და შესაბამისად პირველ მოსმენას არ დავსწრები ვართ. აი კონკრეტულად ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტთან დაკავშირებით მაქვს კითხვა ზოგადად რომ აგვიხსნათ საერთოდ რით იყო განპირობებული ამ ინსტიტუტთან საქმე თანამშრომლობის შეწყვეტა და რამდენად გვაქვს იმის გარანტია და მოლოდინი რომ დაუშვათ ახალი რეორგანიზაციის შემდეგ უკეთეს კადრებს მივიღებთ და ზოგადად გაუმჯობესდება დიპლომატების ასე ვთქვათ გადამზადების და მომზადების მიმართულებებით რომ მე როგორც ვიცი ეს საკმაოდ ავტორიტეტული ინსტიტუტია რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთი შეიძლება ითქვას ათასობით ახლა ვარ შემაშალოს თუ არ ვწდები 3000-მდე დიპლომატი ყავს გადამზადებული და თუ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქვა თავისი დიპლომატები თამაყობს მე მგონი დიდწილად მათი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ ინსტიტუტში ასე ვთქვათ როგორც მინიმუმ გადამზადება აქვს გავლილი ხო ასე რომ იქნებ აგვიხსნათ რეალურად საერთოდ საიდან მოვიდა ეს რეორგანიზაციის თემა და რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში რომ ახალი სტრუქტურით გაცილებით ეფექტურად განახორციელებთ კადრების მომზადებას და გადამზადებას ამ შემთხვევაში ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა ანუ რა იყო პრობლემა თან საერთოდ თუ არ იყო პრობლემა ესეც რო ვთქვათ იმიტომ რაღაცას რო ვცვლით ალბათ ლოგიკურად უკმაყოფილო უნდა ვიყოთ იმით რაც არის და თუ ვართ უკმაყოფილო უბრალოდ ეს რომ აგვიხსნათ რით ვართ უკმაყოფილო და საერთოდ რამ გამოიწვია ამ ინსტიტუტთან თანამშრომლობის შეწყვეტა. მადლობა. მადლობა შეკითხვისთვის. უბრალოდ თუ შეიძლება რომ ინტერპრეტაციას ისე მოვახდენ როგორც ეს წინამძღოლში არის ინსტიტუტთან თანამშრომლობის შეწყვეტა არ არის სწორი ფორმულირება ვინაიდან ინსტიტუტის როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოხდა და ის ფუნქციები რომელიც ჰქონდა ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აბსოლუტურად გაერთიანდა შესაბამის დირექტორატში რომელიც ზედმიწევნით უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები იქნება ეს თუ დიპლომატების მომზადება აბსოლუტურად ყველაფერს შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ვიდრე ამას აკეთებდა სიპის ფორმით ლევან მიქელაძის სასწავლო ცენტრი ანუ ფუნქცია საგარეო სამართალსაზრისით არ დაუკარგავს მეცაც გეტყვით გაცილებით უფრო ამბიციური და საინტერესო გეგმები გვაქვს შესაძლებელია სამომავლოდ ზოგადად ვიფიქროთ იმაზეც რომ დიპლომატიური ინსტიტუტის სახითაც კი ჩამოყალიბდეს გარკვეული ქვედანაყოფი საგარეო სისტემაში რომელიც კვალიფიციურ დიპლომატებს აღზრდის მადლობა მადლობა ქალბატონო ხათუნა მეგობრებო განჭისყრაზე ვაყენებ დღის წესრიგის პირველ საკითხს ვინ არის მომხრე რომ კანონის პროექტი შეიცვალოს იმ შესწავლების მიხედვით რომელიც ქალბატონო ხათუნამ წარმოადგინა მადლობა პირველი ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია ქალბატონო ხათუნა მეორე საკითხიც თქვენი საკითხია ეს არის გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის UPR-ის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი მადლობა წარმოგიდგენთ გაერთიანებული არაბის ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტს უპირველეს ყოვლისა სურს მადლობა გადავუხადო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დღევანდელი განხილვის ორგანიზებისთვის როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ისე პარლამენტის სხვა კომიტეტები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს შესაბამის კომიტეტებსა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის წარსადგენი ანგარიშების პროექტების განხილვაში რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესრულების მონიტორინგის კუთხით ანგარიშის მიზანია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავს 2021-25 წლებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ანგარიშის პროექტი მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშის პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინააღმდეგობისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, შესაბამისად სურს მადლობა გადაუხადო ასევე სახალხო დამცველის აპარატს მათი მოსაზრებების მოწოდებისა და გაზიარებისათვის. ანგარიშის პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან, უშუალოდ ანგარიში და საქართველოს მიერ წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ამსახველი ცხრილი, ეს არის ერთი ნაწილი
და 2021 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციის შესრულებას. ამასთან საქართველოს ადგილზევე არ დაეთანხმა, ამის უფლება აქვს ქვეყანას, გაემიჯნა რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, ნიკარაგუას და სირიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო. ანგარიშის პროექტში ცალკე თავი ეძღვნება ინფორმაციას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ანგარიშის პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე, საპარლამენტო განხილვების შემდეგ დოკუმენტს მიეცემა საბოლოო სახე და ოფიციალურად წარედგინება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. დოკუმენტში წარმოდგენილია ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვის, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, პენიტენციურ სისტემაში რეფორმების, ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის, რელიგიის, გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და დასაქმების, ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. ანგარიშის პროექტში ხაზგასმულია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, რომელთა შორისაა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-30 წლებისთვის და მისი იმპლემენტაციის მიზნით დამტკიცებული საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-26 წლების სამოქმედო გეგმა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ასევე ქალთა დასაცავად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელი ღონისძიებათა 2022-24 წლების და ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 22-24 წლების სამოქმედო გეგმები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგარიში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე, მზარდ მილიტარიზაციაზე, საოკუპაციო ხაზზე მართულხმართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეებში აღნიშნული რეგიონების ინტეგრაციისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ ყოველივეს შედეგად ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. საოკუპაციო ძალის მიერ ხდება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევები, როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება და არასათანადო მოპყრობა, ადამიანების უკანონო დაკავება, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და გადაადგილების თავისუფლების ხელყოფა, ჯანდაცვის უფლების შეზღუდვა და სხვა. ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის პრაქტიკის ნაწილში ანგარიში აღნიშნულია უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ორი უდანაშაულო მოქალაქის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობის ფაქტები. ცალკე ყურადღება ეთმობა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო დაკავებების სისტემატიურობას და არაჰუმანურ მიდგომას. ანგარიში ასევე აღნიშნულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული ეგრეთ წოდებული გადასასვლელების პერიოდულ და ხანგრძლივად დაკეტვის ფაქტებზე. ამ უკანონო შეზღუდვებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე არაერთი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის 2023 წლის იანვარში წინახევრის ბავშვი, რომლის ახალგორიდან თბილისში სამკურნალო დროულად გადმოყვანა სწორედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და დაბრკოლების გამო ვერ მოხერხდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს არ აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომა შეზღუდული აქვს ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. დოკუმენტში ცალსახად აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ და ეფექტური კონტროლის განახორციელება სახელმწიფოს, რაც ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების შესახებ მიღებულ განჩინებებში. ამავე კონტექსტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს განუხრელად ახორციელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და იყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ თუ სხვა ბერკეტს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპაციის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ანგარიშის შემადგენელი ნაწილია 2021 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-13 ციკლის ფარგლებში საქართველოს მიერ მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ამსახველი ცხრილი, რომელიც ასახავს შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მიზნით 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესს და მის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციების აღსრულებას ხელისუფლება განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და გზამკვლევს განახორციელოს შემდგომი ყოვლისმომცველი რეფორმები ადამიანის უფლებათა მიმართულებით. დეტალურად ამ საკითხების ჩამოთვლას, რაც ანგარიშია ასახული, აღარ განვაგრძობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი მას უკვე გაეცანით. იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომელთაც წვლილი შეიტანეს ანგარიშის პროექტის მომზადებაში, დღეს აქ იმყოფებიან საკმაოდ სერიოზული შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად მზად არიან უპასუხონ იმ დასმულ კითხვებს და საჭიროებისამებრ წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია. ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ გამოთქვამთ მზადყოფნას, დოკუმენტში ავსახოთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა ანგარიშს საბოლოო სახე და დადგენილი ფორმით გადაეგზავნება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მზად ვართ, რომ დასმულ კითხვებს გავცეთ შესაბამისი პასუხები. მადლობა. კითხვები თუ არის ანგარიშთან, ბატონ გიორგი. მადლობა. პირველი კითხვა ეხება ანტიკორუფციული საქმიანობის გაძლიერებას. აქ მე-14 პუნქტში ანგარიში არის მითითება, რომ თითქოს გვაქვს რაღაც განსაკუთრებული პროგრესია მიმართულებით. და ამ დროს თუ არ ვცდები, ეს ანგარიში იმ პერიოდს ეხება, როდესაც ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, თავად პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი თანამდებობის პირები, თავდაცვის მინისტრი და ასე შემდეგ პირდაპირ არიან მხილებული ძალიან სერიოზულ კორუფციულ გარიგებებში, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ოცნების მმართველობის პირობებში ამ ქვეყანაში იყო დანერგილი და არის დანერგილი სისტემური პოლიტიკური კორუფცია, ასე რომ მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ჭაობზე ხა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თუ ქვეყნდება ანგარიში, ეს ანგარიში უნდა იყოს ობიექტური და არ უნდა გეშინოდეთ სიმართლის აღიარება მათ შორის ესეთ მნიშვნელოვან ანგარიშებში. აქ არის ასევე კორუფციის საკითხი, რომ გავაგრძელო შემდეგი პუნქტი ანტიკორუფციულ ბიუროზე, რომელზეც საუბრობთ, რომ თითქოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა ეს ბიურო. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენი გუნდი ითხოვდა, რომ ამ ბიუროს ხელმძღვანელი ყოფილიყო საერთო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული და დამტკიცებული ადამიანი და არა პრემიერის მიერ პირდაპირ დანიშნული ადამიანი და მე მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ პრემიერის მიერ დანიშნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით ვერ იქნებოდა გამორჩეული და ეს პირდაპირ დადასტურდა და ვფიქრობ, რომ აი ეს ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს ასახული ამ ანგარიშში და ასევე მეორე თემა, რომელიც ეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აქაც ძირითადი ინფორმაცია ეხება მხოლოდ არჩევნების ადმინისტრირებას, რაც შეიძლება ობიექტურად მართლაც ჩაითვალოს, რომ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით არ იყო ისეთი დიდი ხარბეზები, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მკაცრი იყო ეუთო ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ კი აქ ამბობთ, რომ არჩევნების მაღალ დონეზე უზრუნველყოფას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებები. ხო, თუ იმას ფიქრობთ, რომ და იმის თქმა გინდათ, რომ ეუთო ოდირის ისტორიულად ყველაზე კრიტიკული დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს დასკვნა დადებითი იყო, ну მაშინ შეფასების პრობლემა ქონია. ასე რომ მოკლედ ჩემი როგორც კომიტეტის წევრის მიერ ამ ანგარიშთან დაკავშირებით აი ეს ორი საკითხი, კიდევ მეორე ფერთი ეხება ზოგადად კორუფციას და საჭიროა იმის აღიარება, რომ ამ ხრივ ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემებია ქვეყანაში. ასევე მეორე მხრივ, აი ბოლო საკითხი, რაზეც საუბრობდი, არჩევნების თემა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ეუთო ოდირის კრიტიკული დასკვნა, რადგან ის ერთადერთი პუნქტი, რაც დადებითია ეუთო ოდირის დასკვნაში, რაც ეხება არჩევნების ადმინისტრირებას, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. მადლობა.
თუ არის კითხვები, არ არის ქალბატონო ხათუნა უპასუხეთ და მე მეც დიდი მადლობა დასმული კითხვებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები კიდევ უფრო დეტალურად განმარტავენ, მათ შორის დეპუტატები, რომელთა, ასე ვთქვათ, მონაწილეობითაც არის მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის წარმატებული და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიტიური მხარე და ის რეკომენდაციები, რომელიც გვქონდა მათი შესრულების შესახებ, მათ მდგომარეობის შესახებ წარვადგინოთ ინფორმაცია, უბრალოდ ძალიან მოკლე განმარტებას გავაკეთებ თვითონ სპეციფიკასთან, რას ნიშნავს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა და როგორ მუშაობს ადამიანის უფლებათა საბჭო. ანუ 5 წლიანი ციკლის ფარგლებში, როდესაც უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა განიხილება, იქ წევრი სახელმწიფოები იძლევიან რეკომენდაციებს და ასევე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის ვართ გახსნილი და ჩვენ იმიტომ ვართ ზოგადად ამ პროცესის წევრი და არა მხოლოდ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, არამედ გაეროს პრაქტიკულად ყველა სახელშეკრულება ორგანოს წინაშე ჩვენ ყოველწლიურად თუ არა წელიწადში 2-3 წარვადგენთ ხოლმე ხელშეკრულებების შესრულების შესახებ ანგარიშებს. ეს პროცესი არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს გაუმჯობესოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ამა თუ იმ ქვეყანაში. რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილს ასეთ დროს, კრიტიკულ მოსაზრებებს და მათ შორის ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ანგარიშებს წარადგენენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ასევე ამა თუ იმ საკითხზე და მათ აქვთ ცალკე ფორმატი იმისთვის, რომ წარადგინონ ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ანგარიშები, რომელთა განხილვისა და გარკვეულ შემთხვევაში შესაძლოა მოსაზრებების გათვალისწინების შემთხვევაში შეიძლება ჩვენ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის განხილვის ფარგლებში რომელიმე წევრმა სახელმწიფომ მოგცეს ესე თუ ის რეკომენდაცია. ანუ ჩვენი მიზანი არის, რომ წარმოვაჩინოთ ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ის ნაბიჯები, რომელიც გადავდგით ამ 5 წლიანი ციკლის ფარგლებში, მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესაბამისად და გათვალისწინებით. სხვა კონტექსტში, ასე ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს ზოგადად იმისი არც პირდაპირ უტყვი კომპლექსი და როგორც წესი მე ხელმძღვანელობ ხოლმე ამ განხილვას და განხილვის დაწყებამდე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ღია ვართ, შეიძლება არ ვართ იდეალურები და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ყოველთვის არის სივრცე, რომ რაღაცა გამოასწორო, ყოველთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც ცხადია, არის სამართლიანი, რაც არის ლოგიკური და რაც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიას. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ეს მოკლედ მინდოდა მეთქვა, რამდენად ასეთი ინკლუზიური პროცესია და ამაში ჩართულები არიან მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები. რაც შეეხება უშუალოდ იმ საკითხებს, რაზეც თქვენ გაქვთ წუხილები, მე თხოვნა მექნება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელი თუ გვესწრება, იქნებ გასცეს პასუხი და ამასთანავე CSKO-ს წარმომადგენელიც გვყავს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ კიდე დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას იმ შეფასებებთან დაკავშირებით, რაც ისეც ცხადი და საჯაროა, მაგრამ ალბათ CSKO-ს კიდევ უფრო თავმოყრილი ექნება ის შეფასებები, რაც არჩევნების ჩატარებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებით იყო გამოთქმული. მადლობა ქალბატონო ხათუნა, CSKO-ს წარმომადგენელს თუ სურს გამოეხმაუროს, კი ბატონო, გთხოვთ. მოგესალმებით. გიორგი სანტურიანი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის ამავდროულად იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა ზოგადად მოსაზრების დაფიქსირებისთვის და იმ ნაწილის გაზიარებისთვის, რომ ადმინისტრირების თვალსაზრისით ელთო ოდირს იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდსაც ეხება პერიოდული მიმოხილვის საანგარიშო პერიოდი ნამდვილად ყოველი არჩევნების დროს იყო დადებითად შეფასებული და რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავამახვილებ ყურადღებას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არაერთი რეფორმა იქნა გატარებული, მათ შორის საარჩევნო რეფორმა საკმაოდ მასშტაბური, რომლის ერთ-ერთი დიდი ნაწილი იყო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და საქართველომ მე ვფიქრობ შეძლო ტექნოლოგიების და ეს რეალურად მონაცემებზეა დაფუძნებული ტექნოლოგიების იმპლემენტაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითის ჩვენება. მაგალითისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ დანერგა 3 ტექნოლოგია, ეს იყო ვერიფიკაციის აპარატები, ხმის თვლელი ელექტრონული აპარატები და მათ შორის წინასწარი და როგორც საბოლოო შედეგების გადაცემისთვის საჭირო პლანშეტები, რამაც საბოლოო ჯამში მოგცა ის, რომ
პირველი სარეკორდო დროში შევძელი წინასწარი შედეგების გაზიარება საზოგადოებისთვის, ეს იყო როგორც 2024 წელს, ასევე 2025 წელს, ასევე უპრეცედენტო მაღალი გამჭვირვალობის ხარისხი, რაც ნიშნავდა სანდოობა შედეგების თვალსაზრისით, კერძოდ ყველა უბანზე, სადაც კი იყო განთავსებული ხმისმთვლელი ელექტრონული აპარატები, ადგილზევე მანქანებიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგები იქნა ადგილზევე დათვლილი, რაც უპრეცედენტოდ ესე რომ ვთქვათ, ამაღლებდა სანდოობას და მთლიანად პროცესს და მესამე საკითხი, სადაც არ იყო განთავსებული ხმისმთვლელი ელექტრონული აპარატები, იქ ყველა ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ უბანთან დაკავშირებით ბიულეტენები გაციფრულდა და გამოქვეყნდა. რამაც საბოლოო ჯამში და ბევრი სხვა არაერთი რეფორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა ინიცირებული, შემდგომ გაზიარებული ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა, რამაც ერთიორად აამაღლა ასე რომ ვთქვათ, მთლიანად პროცესისადმი სანდოობა, მარტო შერჩევითი პრინციპით, ეგრეთ წოდებული ლოტოტრონის პრინციპით გადათვლები რომ ავიღოთ, რომელიც გაცილებით ადრე იქნა მიღებული და ბევრი სხვა. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, ადმინისტრირების ნაწილში, რომელიც ჩვენი კომპეტენციაა, ვფიქრობთ, რომ ზუსტად ასახავს მომზადებული ანგარიში იმ მონაცემებს, რომელიც არსებობს. მეორე შემთხვევაში იყო ასევე ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეული შემხელობა ჰქონდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამასთან მიმართებით და ასევე როგორც გასული პერიოდის განმავლობაში, ისევე ეხლაც CESCO ცდილობს, რომ მაქსიმალურად თავიანთი ჩვენი პროექტები და საქმიანობები დავგეგმოთ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ისე და ისე ვფიქრობთ, რომ ასახული არის და წარმოდგენილი ანგარიში ზუსტად ისე, როგორც ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებშია წარმოდგენილი და რეალურად ის საქმიანობა, რომელიც განახორციელა CESCO-მ ასახული ანგარიში. დიდი მადლობა. მადლობა. ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენელს თუ სურს განმარტება. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მადლობა ქალბატონო ხათუნა. გიორგი ბაღდავაძე დღეს წარმოადგენს ანტიკორუფციულ ბიუროს. პრინციპში ამოწურავად გაიცა პასუხი, თუმცა ორიოდ სამართლებრივ ნაწილს დავამატებდით თქვენი ნებართვით. უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, როდესაც შევიდა საკანონმდებლო ცვლილება და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მიენიჭა პერსონალური იმუნიტეტი. ეს რასაკვირველია ზრდის კიდევ უფრო მეტად ბიუროს დამოუკიდებლობის ხარისხს და თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ბიუროს უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქვით გარკვეული შეკითხვები, შეგახსენებთ, რომ ბიუროს უფროსი ავტომატურად ესე პირდაპირ არ ენიშნება პრემიერის მიერ, არსებობს საპარლამენტო კომისია, მათ შორის დამოუკიდებელი კომისია, სადაც შედიან სხვადასხვა კომიტეტები და ისინი ირჩევენ კანდიდატებს და ეს კანდიდატები წარადგინება შემდგომში პრემიერს დასამტკიცებლად. შესაბამისად, ჩართული არის სრულად აქ საპარლამენტო კონტროლი, ასევე შეგახსენებთ, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და საკმაოდ ბევრი შეფასება გვაქვს გრეკოს მიმდინარე რეკომენდაციებიცაა მოგეხსენებათ. ჩვენ ივნისში გვიწევს უკვე პლენარულ სესიაზე ჩვენი ასე ვთქვათ პასუხების შესახებ გრეკოს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და პრინციპში ამ საკითხით ყველა შეკითხვა საერთაშორისო დონეზე ვფიქრობ მოხსნილია. დიდი მადლობა, თუ რამე დამატებითი კითხვა გაქვთ პასუხები. მადლობა. მეც გამოვეხმაურები ორივე საკითხს. პირველ რიგში კორუფციასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაზე იყო გამბედაობა და დაიწყო კორუფციული დანაშაულების გამოძიება თავისივე თანაგუნდელების მიმართ. ალბათ ყველას გვახსოვს, რომ საქართველოს მას შემდეგ რაც მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს მას შემდეგ მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არის გამეფებული კორუფცია, მათ შორის არის ელიტური კორუფცია, საქართველოს ერთი პერიოდი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებულ სახელმწიფოთა შორის რეიტინგში, თუმცა არც ერთ ხელისუფლებას არ გამოუჩენია პოლიტიკური ნება, გამბედაობა არ იყო იმისა, რომ კორუფციული დანაშაულები საკუთარ რიგებში გამოეძიებინა და ეს არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს და ასეთი დანაშაული ჩადენილი იქნა მაღალი დონის და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, თუმცა მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ხელისუფლება იძიებს თავისივე, ასე ვთქვათ, წევრების დანაშაულს. რაც შეეხება ამის ანგარიში ასახვას ქალბატონმა ხათუნამ მე მგონი ამაზე პასუხი გასცა. რაც შეეხება არჩევნების საკითხს, მე როგორც ასე ვთქვათ, სტაჟიანმა ეუთო ოდირის დამკვირვებელმა რომელიცაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული დასავლეთში და ყაზახეთით დამთავრებული აღმოსავლეთში
ძალიან ბევრ მისიაში მაქვს მიღებული მონაწილეობა და მათ შორის მისიის ხელმძღვანელიც ყოფილვარ საარჩევნო მისიისა. შემიძლია გითხრათ, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც ეუთო ოდირმა გასცა არჩევნების შემდეგ, ამ რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობა არის ტექნიკური ხასიათის და ცესკოს წარმომადგენელი დაგვეთანხმება ამაზე. ეს არის უბრალოდ იქ ცესკოში და იქ ასე ვთქვათ გადანაწილებაში ვთქვათ წევრებისა და მათი ფუნქციებისა ამ საკითხების დარეგულირება. არც ერთი პოლიტიკური საკითხი ეუთო ოდირის რეკომენდაციაში არ არის და შესაბამისად ეს თავად აჩვენებს თვითონ ეს რეკომენდაციებიც, რომ არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით რეალურად პრობლემები ცესკოს არ ქონია. რაც შეეხება ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ 2024 წლის არჩევნები ისტორიულად ყველაზე ცუდად არის შეფასებული, ისტორიულად ყველაზე ცუდად შეფასებულია 2008 წლის არჩევნები, სადაც ეუთომ პირდაპირ თქვა, რომ პრინციპში არჩევნები გაყალბდა და ასევე ძალიან ცუდად არის შეფასებული 2012 წლის არჩევნები და იქ ერთადერთი რამაც ის არჩევნები ასე ვთქვათ გადაარჩინა, იყო ის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, თორე სხვა შემთხვევაში ის არჩევნებიც პრინციპში წერია, რომ იქაც გაყალბების ჩაყრის და ასე შემდეგ ძალადობის ფაქტები იყო ძალიან მრავალრიცხოვანი. აქედან გამომდინარე 2024 წლის არჩევნები ეუთოს შეფასებითაც იყო კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი, იმიტომ რომ ეუთო ამ ტერმინებს აღარ იყენებს. არც ამერიკის არჩევნებზე უთქვავს, რომ თავისუფალი სამართლიანი იყო, არც პოლონეთის და არც სხვა თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ. მე ვფიქრობ, რომ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბევრად უკეთესი იყო და 2028 წლის არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ იმის თქმა, რომ ეს ხარვეზები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ან რაიმე ამორჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინა, ეს ეუთოს ნამდვილად არ უთქვამს. ქალბატონო ხათუნა, თქვენ ხომ არ გინდათ რაიმეს დამატება, ასე ვთქვათ, მე ასევე გაცნობებთ ყველას, რომ ეს საკითხი ასევე სიღრმისეულად განიხილება ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელიც არის შესაბამისად წამყვანი კომიტეტი ამ თემასთან დაკავშირებით. თუ რაიმე დამატებით კითხვა და კომენტარი არ არის, მაშინ კენჭისყრაზე დავაყენებ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე, რომ ანგარიშის პროექტი მივიღოთ და გაგრძელდეს მისი განხილვები პლენარულ სხდომაზე. მადლობა, საკითხი მიღებულია. მადლობა ქალბატონო ხათუნა. შემდეგი საკითხი ეს არის კონვენცია სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონფერენციის ბიუროს შესახებ. საკითხს წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარი იოსელიანი. ქალბატონი თამარი პირველად არის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ესე რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ასევე ხშირად ვიხილავთ ხოლმე მას ჩვენთან კომიტეტზე. გთხოვთ წარმოადგინოთ საკითხი. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლას, მოგესალმებით. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოგიდგენ სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონფერენციის ბიუროს შესახებ კონვენციას. როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონფერენცია წარმოადგენს ევროპული სამოქალაქო ავიაციის კოორდინაციისა და მართვის მნიშვნელოვან პლატფორმას, რომლის ფარგლებში იმართება სხვადასხვა შეხვედრები, ღონისძიებები ევროპაში სამოქალაქო ავიაციის პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიზნით. ამ ასე ვთქვათ შეხვედრების ფარგლებში განიხილება თემების ფართო სპექტრი, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოება, უშიშროება, ეკონომიკური საკითხები, გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები. ეკაკი, რომელიც პირველად მოწვეულ იქნა 1953 წელს, ამ დრომდე სამართლებრივი კუთხით არ წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციას და შესაბამისად არ გააჩნდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსი, რაც რასაკვირველია ზღუდავდა მის ფუნქციონირებას და აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეკაკი როგორც კონფერენცია ასე ვთქვათ, დარჩეს უცვლელად, ხოლო მისი ბიურო დაფუძნდეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია და შესაბამისად ამ შემთხვევაში მას მიენიჭება უკვე საერთაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსი. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ მისი შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ პარიზში. საქართველოს SIP სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახით აქტიურად მონაწილეობს კონფერენციის საქმიანობაში და შესაბამისად კონვენციის ძალაში შესვლა განამტკიცებს ქვეყნის როლს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურ
გლობალურად სამოქალაქო ავიაციის სფეროში, რაც ქვეყანას არამხოლოდ სამართლებრივ სტაბილურობას მოუტანს, არამედ გააუმჯობესებს როგორც საავიაციო უშიშროების და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებსაც მოგცემს. კონვენციის ძალაში შესვლა არ გამოიწვევს საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას და საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას, ასევე არ გამოიწვევს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. აქვე მოგახსენებთ, რომ 1979 წლიდან კონფერენციის ფინანსურ მხარდაჭერას და მისი პერსონალით უზრუნველყოფას ახორციელებდა იკაო, თუმცა შემდგომ 2020 წელს ეკაკი გამოეყო მას და ამჟამად საქმიანობას განაგრძობს დამოუკიდებლად და მისი ბიუჯეტი ფინანსდება წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ხოლო მის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკონტროლი. ეკაკის წევრად საქართველო ირიცხება 2005 წლიდან და ყოველწლიურად ბიუჯეტი დაახლოებით, რასაც ჩვენ საწევროს სახით ვრიცხავთ, არის 35,000 евро. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით განხორციელდეს კონვენციის რატიფიცირება. დიდი მადლობა. მადლობა. ესე იგი, როგორც მე მივხვდი რეალურად ჩვენ ბიუროს კონვენციის რატიფიკაციას ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბიურო შეიქმნას საერთაშორისო სამართალ სუბიექტად, ხო? დიახ, დიახ. კარგი ბატონო, მე მგონია წინ ვერ აღუდგებით ჩვენ ამ გადაწყვეტილებას და არც არის მიზანშეწონილი, რომ წინ აღუდგეთ ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ ხო კომიტეტ თუ კითხვა გაქვთ, არ ამგონია პრინციპში ყველაფერი გასაგებია. შესაბამისად, გთხოვთ მხარდაჭერას, ვინ არის მომხრე? მადლობა. ქალბატონო თამარ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბიუროს სამართალ სუბიექტად ცნობას. უღრმესი მადლობა. მადლობთ. დღის წესრიგით გაწერილი საკითხები ამოიწურა, შესაბამისად კომიტეტის ხდომა, კი ბატონო. მადლობა, რომ მომეცით საშუალება. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი და შეგახსენებთ, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა შევუდექით მუშაობას პარლამენტში და შესაბამისად ამ დღის წესრიგთან დაკავშირებით ფორმალურადაც არ ქონდა არანაირი ბერკეტი მოგეხსენებათ. ეგ სხვა საუბრის თემაა და მე ვისაუბროთ მაგაზე. კი ბატონო, ეგ მაგასთან დაკავშირებით ჩვენ სამომრჩეველს ხალხთ ხალხს აუხსენით, რატომ მოხდა ეგ და შეცდომაც ვაღიარეთ. არ არის პრობლემა, თქვენ არ იდარდოთ ამაზე. კი ბატონო, ანუ მე რის თქმა მინდა, ჩემი ასე ვთქვათ გამოსვლა, ბატონო თავმჯდომარე, ეხება დღევანდელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღის წესრიგს. და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ქონდა ფორმალურად რეგლამენტიდან გამომდინარე ამ დღის წესრიგზე ზემოქმედების რამე საშუალება და ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ შემდგომში მაინც გავითვალისწინოთ. ახლა დღეს საგარეო ურთიერთობათა კუთხით გქონდეს ქვეყანაში ის ვითარება, რაც გვაქვს, გულისხმობ ევროკომისიის მიერ ის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ უაღრესად კრიტიკულ, ახლა ამასაც ვერ უარყოფთ, რომ ეს ანგარიში მაინც ყველაზე კრიტიკულია ისტორიულად, რაც გამოქვეყნდა ევროკავშირის გაფართოების შესახებ და ამ დროს ესეთი ვითარება გქონდეს, რეალურად საფრთხის წინაშე იდგეს საქართველოს ევროპული მომავალი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, მოგეხსენებათ 78 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ამ დროს ვესწრებოდეთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას და ამ საკითხს არ ვეხებოდეთ, როგორც მინიმუმ ჩემთვის პირადად არასწორია. ამიტომ მე მაქვს ესეთი შემოთავაზება თქვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მესმის ეს საკითხი როგორც პარლამენტის რეგლამენტიდან ვიცით, არის ან თქვენი გადასაწყვეტი როგორც კომიტეტის თავმჯდომარის, ან კომიტეტის წევრთა უმრავლესობის, შემდეგი ხდომა, რომელიც ჩაინიშნება, უახლოესი ხდომა, შეიძლება ეს იყოს საგანგებოს ხდომაც, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიუძღვნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორც არის ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომ ჩვენ აქ მივიღოთ პასუხები ყველა იმ კრიტიკულ კითხვაზე, რაც ამ ანგარიში არის ასახული და კიდევ ვიმეორებ, ეს არის ისტორიული თემა, ეს ეხება საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს და კიდევ ვიმეორებ, საგარეო კომიტეტი გვერქვას და ამაზე ამსჯელობდეთ, ჩემთვის პირადად ეს ნამდვილად მიუღებელია. ამიტომ თხოვნა მაქვს გაითვალისწინოთ ეს საკითხი და რა ფორმატზე შევთანხმდებით, არ ვიცი, შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მოწვევა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ ამ სხდომას მივცეთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, დაინტერესებულ პირებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანუ ყველა იმ ადამიანს მოგეხსენებათ პარლამენტი არის ხალხის და ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც არსებობს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წუხილი ჩვენ საზოგადოებაში, თუ რატომ ხდება ის, რაც დღეს ხდება
ამასთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს დამეთანხმებით. კი ბატონო, გიპასუხებთ, რაც შეეხება ევროკომისიის დასკვნას, პარლამენტში არსებობს პროფილური კომიტეტი, ევროინტეგრაციის კომიტეტი, რომელიც ძირითადად სწორედ ამ საკითხებით არის დაკავებული, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის საგარეო ურთიერთობების თემაც. რაც შეეხება მოსმენას იქნება თუ განხილვას იქნება, თქვენ რეგლამენტით გაქვთ უამრავი საშუალება, რომ მოიწვიოთ მთავრობის წარმომადგენელი ნებისმიერ როგორც კომიტეტის ხდომაზე, ასევე პლენარულ ხდომაზე და დაუსვათ ნებისმიერ კითხვაზე დასვათ პასუხი, კითხვაზე მოითხოვოთ პასუხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს ბერკეტები, რომელიც ოპოზიციას აქვს, ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად, თუ თქვენი მხრიდან ამის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, ამას რეგლამენტის მიხედვით თქვენ გააკეთებთ და ჩვენ მოვიწვევთ ნებისმიერ წარმომადგენელს მთავრობისა, რომელთანაც თქვენ გინდათ დისკუსიას და კამათის გამართვა. ეხლა უბრალოდ ჩვენ რო დავждეთ აქ და ერთმანეთში ვიდებატოთ კომისიის ანგარიშზე, ეს მე მგონი არც საზოგადოებას არ აინტერესებს და არც პროდუქტიული არ იქნება. ამიტომ მე გთავაზობ თქვენ რომ გამოიყენოთ მაქსიმალურად რეგლამენტის არსებული საშუალებები, რაც თქვენ ოპოზიციურ ფრაქციას გაქვთ და შესაბამისად გინდა კომიტეტზე გავაკეთოთ ეს მოთხოვნა და გინდა კომიტეტზე მოვიწვიოთ ნებისმიერი სამინისტრო წარმომადგენელი, რომელიც გვინდა რომ მოვიწვიოთ ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ პლენარულ ხდომაზეც, მაგალითად ინტერპელაციის სახით. ამიტომ ოპოზიციას აქვს უამრავი ბერკეტი, რაც სამწუხაროდ წინა პარლამენტში მათი მხრიდან გამოყენებული არ იყო, ამ პარლამენტშიც მარტო რამდენიმე ფრაქცია შემოსული და თქვენ მოგიწოდებთ რომ გამოიყენოთ ეს ბერკეტები, მე რა თქმა უნდა სიამოვნებით დაგეხმარებით და სიამოვნებით გავმართავ ნებისმიერ სახის დისკუსიას ნებისმიერ თემაზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. რაც შეეხება ევროკომისიის ანგარიშს, ბარემ მოკლედ გამოვეხმაურები ამ ანგარიშსაც, რახან დაისვა ეს საკითხი, რა თქმა უნდა არ არის სასიხარულო და არც მოსაწონი არ არის ის ანგარიში, თუმცა მეორე მხრივ მე როგორც ამ სფეროს სპეციალისტი პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ გაოგნებული ვარ პირველად მოხდა ევროკომისიის ანგარიშებში ისეთი ფაქტების დასახელება, რომელსაც ადგილი არ ქონია. ასეთი რამ რაც არ უნდა კრიტიკული ანგარიში ყოფილიყო ადრე, ყოველთვის ევროკომისია ყოველთვის ცდილობდა რომ დაეცვა რაღაცა ობიექტურობის პრინციპი. ამ შემთხვევაში მე ვნახე, რომ აქ იგივე უკრაინასთან მიმართებაში სრულიად გაუგონარი განცხადებები, რომ თითქოს საქართველო არ უერთდება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს, ქალბატონი ხათუნა აქ არის და გვეტყვის ზუსტად რამდენ რეზოლუციას მიუერთდით, ასეულობით რეზოლუციას, ეს ერთი და მეორე ასევე თითქოს რეზინის ტყუები იყო გამოყენებული, მე არ მახსოვს როდის იყო 2025 წელს რეზინის ტყუები გამოყენებული და ბევრი სხვა ასე ვთქვათ დეზინფორმაციული ჩანაწერი, რომელიც ანგარიში არის. ამიტომ ანგარიშს უნდა შევხედოთ კრიტიკულად ორივე მხრიდან. და კარგია თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი პოზიციაც იქნება დაფიქსირებული, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ რომ ამ ანგარიშის განხილვა მოვაწყოთ გინდა კომიტეტში, გინდა პლენარულ ხდომაზე. კარგი. სხვა საკითხები თუ არ არის, კომიტეტის ხდომა დახურულია, მადლობა მონაწილეობისთვის.